გამარჯობა. ახლა მოვდიოდი აქ ჩემზა. და ეს უცებ ფეხი წამოვარტყი, აგერ ქვა იყო ცუდად დადებული და უცებ უნდა დავცემულიყავ და გადავრჩი და მე არ მინდოდა. სულიერად არ მინდოდა, მაგრამ სხეულებრივად აი ვიტალურად უცებ მადლობა გადაუხადე ბატონ ბიზინას. და დამშვიდი იგრძენი იმ ხელამადლიერების შეგრძნება. შეიძლება ხელი ორი გაქვს, ფეხი ორი გაქვს, მაგრამ თავი ხო გაქვს ერთი. და ის თავი რო გაგიტყდება და იქნები ცუდად. მე რას იზამ? მე ხო ვერაფერს ვერ იზამ. ხო და უცებ მაგიტო ჩემმა სხეულმა ასე გადაწყვიტა, რომ ბატონი ბიზნესთვის მადლობა მეთქვა მაგიზა მე. და უთხარი მადლობა. და მე ცოტა ხნის მერე ამ ჩემ სხეულებრივ მადლობას სულის კიდე ეთანხმა შიგადაშიგ. ახლა ერთი ქალი მიწერდა, ვინც ხარ? რუსიკიე. იტალიაში რო არის, კარგად, ემიგრანტი. ჯერ 2.800.000 კაცს ხო გააბედნიერა ბატონმა ბიზნესემ და გაყიდა კაცო მე იმის ადგილებია, აღარ როცა არ გინდა შენ ქვეყანა ხო უნდა გეიხაროს და აი ვიღაცა რუსიკიე წერდა იტალიიდან. წამოპლაკული ხანა კარგად ცხოვრობს და ჭამს და სვამს. მოყვარული როა, ვიღაცებს როულის, კეთილი საქმის გულის და მადლი რო აკეთოს ქრისტიანული. ხო, ესა რა ქვია, ირონიულად იხსენიებდა ბატონ ბიზნესს და შეკაიდეთ მამიშვილო. იან საცხა ვანში რო ეგდე, სოფელში თუ არ ვიცი საცხა. კაცმა აგიყვანა, წამოგიყვანა რომი განახა, რომი. სოფლიო დედაქალაქი განახა. ვენეცია განახა. ის განახა რა ქვია ვერონა განახა და მთელი ამბები განახა და კიდე რამდენი რამე განახა. აღარ მიცი რომ რამდენი ჩამოვთვალ ტურინი განახა. შენ კიდე უმადური ხარ? არ ვიცი. ეს უმადურობა სპობს საერთოდ ერს. ახლა ჯერ აფერ არ უნდა იყო კაცო, მადლობელი აგერ უძველეს ისტორიული ძეგლი თქვენ იცით ხო კარგად? იმაზე მაქვს ლაპარაკი მე. საყდრისი. ოქროს საწარმო რო იყო ქვეყანას, ოქრო რო ქონოდა და პენსიონერს არ ეშიმშილა და 800 ბავშვი არ მომკვდარიყო იმაში რა ქვია წელიწადში. ბიზნესამ გააკეთა და აფეთქა. ახლა მე ადრე სამხედრო რო ვიყავი პოლიგონზე მაგნარი ზათქი არ მინახია. ჩადო დინამიტი და დააჭირა ხე და არ უნდა იყო მადლობელი, უნდა იყო მადლობელი, უმადური ხარ შენ. შეხედე გელაც რა დღეშია ისტორიული ფრესკა დავით აღმაშენებელმა იქანა რო აშენა, აი ცუდად იყო იგი აშენებული. აია სოფიაში რო არის იმის ანალოგი იყო ის ფრესკა და არ მოწონდა ბიზნეს დამანგრეველს და ხო უყურებ რა დღეშია იყრება ეს ფრესკა იქიდან. ილჰამ ალიევს ამის აგერ დაუმტკიცა მაგან საპატრიარქომ დაემან. რა თქვი და ჩიჩხიტურის კოშკი და რამ ხელას იგედებია კაც ნაკეთები. თქვენ უმადურებო თქვენ. რაშია იცი საქმე? მე ახლა პატარა ბავშვი რო ვიყავი იგი რაღაცა და მაშინ მამაჩემი სისულელეების გულის და ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელების გული ჩააყუდენ 3 წელიწადნახევარი გაგებენ ციხეში. ყობახიზის მამასავით და ემასავით რო ეთანამშრომლა მე ახლა სხვანაირი განათლება მექნებოდა. ასთეკი არ ვილაპარაკებდი, კგბ-შნიკი რო ყოფილიყო, და მაკლდა აღზდა და განათლება. ხო და ისა იმის თქმა მინდა, იგი გუშტიბში რო ვიზდებოდი, მაგ რო ციხეში იყო, იქანა დედაჩემი წყალდუბოში ყურო წყაძუვის ბიბლიოთეკაში მუშაობდა და დავყავდი, იქან დავათხევდი, ხა ოქსფორდში და ჰარვარდში მე ვინ გამიშოვდა და იქანა მოდიოდა ერთი ოტი ამნაირი იოსელიანი. ხო და იმ ოტიემ იოსელიანმა ჯერ გვამუშავებდა და ჩვენი კაცო კლავდა ისე გვამუშავებდა იმნაირი მზე იყო მზე მუშაობის დროს რო ზურგი გვეწოდა ქუთაისში რო ჩამოვდიოდით მეზობლები გვეუბნებოდნენ მაგრად დაისვენეთ. გუშკი ვფიქრობდი ისე და გასვენათ თქვენ ღმერთმა თქვა ამარა საქმეა ახლა მაგაზე კი არ ვლაპარაკო. მე ვიდოდა ოტიე იმ ბიბლიოთეკაში ხო და ამ იმასავით რა ქვია პლანტაციაში ნამუშევარ ბავშვებს დაგხედავდა აი რა განათლებაო კაიგაო იციაო ნუნუიაო ყანის თოხნის დროსო მარაო ერთ ხელები მანახეთ თქვენიო
ასე გვეუბნებოდა რო დაგხედავდა ამ ნაწვალებ ხელებზე და იმას ზურზე გადამხედავდა ხელებზე დამხედავდა მან ასე თქვა რომ ისა არაო ხელებიო რაცხა ლაკაი ნამუშევარი არა აქვთ მეტი უნდა და მეტი შრომაო მეტი ამას ამბობდა ოტი მაგრამ ხალხმაც ის რო იცოდა ოტიე რა გაიზვერა იყო გვიშტივში რაღაცა საქმე წამე იყო ხალხისთვის სასიკეთო და იქ დადგებოდნენ იგენი რა ქვია მიჩოიე და იგენი და ასე რო იტყოდნენ არ არის ახლა მას საქმეში ოტიე მართალიო იქანე იღუპებოდა საქმე ასე ხარ თქვენც რომ გამომდგარ ხარ შეუმადურო და იზახი არა ახლა მას საქმეში ბიძინე მაგრამ აბა შენ ხარ მართალი საკუთარ მამას არ ჩაუნერგია ხე იმაში რა ქვია შენ ეზოში და ბიძინამ გააკეთა და სოფლის მეურნეობა აყვავა და შეხედი აგერ ახლა რომ უყურებ ახლა მე მადლობა რატო გადაუხადა ჩემმა ტალმა რატო გადაუხადა მადლობა ბატონ ბიზნეს იმიტომ გადაუხადა მადლობა რომ ამდენი დაქცეული ქვეყანა როა აქანა ამ ევროპაში და იმაში და არაფერი რო არ ყვავის და შეხედავ პენსიონერი მშიერი კვდება და რაც ხა მე რო ვიცი რომ ჩემი ქვეყანა რო აყვავებული გახარებული პენსიონერი ლაღი ისვენებს რავი ყველაფერი როა მოწყობ ჩემ სულს შეიძლება ბიძინა არ უყვარს მაგრამ ქვეყანა კი არ ძულს კაცო ამიტომ აიც შედარებას დიც რო ვაკეთებ გადაუხადა აგერ მადლობა ბატონ ბიზნეს მართალი იყო ოტიე და მართალი იყო ბატონი ბიზნეს იმაში იქანა სიცუთავეზე გვიყვებოდა არაკებს ოტიე რო იცოდეთ იქანა რომანიეს ყოლი ამნაირი შვილი მეცის კვილი ყოფილა ამნაირი რომანიე ოტიე რობოში იყო და იმას ყოლია შვილი გელდრეხია და გელდრეხი არის ბანდა თურმე ხელებს ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ და ასე უთქვია იმას რა ქვია მასწავლებელს ოტიეს მასწავლებელს რომ ისო შენო მამაშენი ღორებიზა რო გააკეთებსო საჭმელსო შიგნით ჩაყავი გელდრეხია ხელიო კატოში ჩაუყია გელდრეხიას ხელი იმაში რა ქვია კატოში და გოუჩერები და რა მოუხია ზევი თურმე ჯონგილა ხელზე რა ქონია ქიმოშორებია იგი იმას ასეა ჩაყავით იმ ღორის კატოში ცოტა თავი და გააჩერეთ იგი და რო ამეიღებთ იმ ხელებს ზევით იქნებით სუფთა და დაინახავთ ყველაფერს სწორად აბა ასე რას დაინახავთ აბა ასე რას შეხედავთ ვერაფერს ვერ დაინახავთ და ვერ შეხედავთ ხალი უმადურია იტალიაში ანგელოზივი ცხოვრება აქ ტრაქს ბანს ვიღაცას კიდე უმადურია ბატონ ბიზნესი მადლობა ბატონო ბიზნე შენ და მადლობა შენ მთელ ოჯახს ბატონო ბიზნე და მართალია ჩვენ ისეთი განვითარებული ვართ რომ დედა გვეტყვის მაგრამ მაინც მადლობა შენ რომ ქალია და ქალს ის არაბია რა ქვია და კაცის რო არაბია და იმას რა ქვია კაც ქალის რო არაბია შენ დამსახურება მე მახსოვს შენ რო დაგჭირდა საქმეში პლანის პლანტაციების რო ნერგავდი გარყვნილ ევროპაში არის ახლა დაიღუპება ხალხი მაგითი მე ოცნობეობით ერთი და მე შენთან და მე რაღაცა საქმეს რო არ დაჭირდა და უცებ რო შეცვალე და ღირებულებების დამაგრა შეცვალე ჯერ კანონი ქონდა ემნაირი პირდაპირ იცავდა უგრინდან ხალხს და ახლა პირდაპირ უგრინდან ემტერება ხალხს ამას მოფიქრება არ უნდა ამას წარმატება არ უნდა ამას გააზრება არ უნდა ამას შესვედი ვერავინ გააკეთებდა და ამდენი უმადური არის ამდენი მოღალატე ყავს შენ და ამდენი დიპსტრეიჯი და ამდენი დიპსტრეიტი და ამდენი დიპტანგა გებრძვის ბატონო ბიზნე არ გაჩერდი შენ არ ერთი წამი რო გაჩერდი და ვიღუპებით შენ უნდა იცოცხლო დიდი ხანი შენ უნდა იცოცხლო დიდი ხანი და იმ ჭაში ჩაგვაგდე რა საიდანაც ამოგვიყვანე ბატონო ბიზნე ამნაირი უმადურები რო მადლობა კიდევ ერთხელ შენ მოგიტყან ეს დღე ბატონო ბიზნე კი